პარლამენტის ბიუროს 9 ივნისის გადაწყვეტილებით კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა განიხილოს გიორგი კაპიტაშვილის კანდიდატურა და საკუთარი დასკვნა წარუდგინოს ბიუროს. ტრადიციულად, როდესაც ასეთ ღონისძიებას ვატარებთ, მე დარიგებული არის, მაგრამ საზოგადოებაც გვისმენს, წავიკითხა ბიოგრაფიას, შემდეგ ვთხოვთ ბატონ გიორგის, რომ თავისი მოსაზრებები გამოთქვას მომავალ სამსახურთან დაკავშირებით და შემდეგ კითხვები თუ იქნება და ალბათ იქნება დავსვათ შეკითხვები. გაგაცნობთ ბატონ გიორგის ბიოგრაფიას. გიორგი კაპიტაშვილი დაიბადა 1982 წელს. 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: საქართველოს გენერალური პროკურორი 24-25 წლები, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურის მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურატურისა და თბილისის პროკურატურის სტაჟიორი. ყავს მეუღლე და 2 შვილი. ხედავთ, რომ რიგითი სტაჟიორიდან გენერალურ პროკურორად ყველა ინსტანცია აქვს გავლილი, დიდი გამოცდილება აქვს, ნიჭიერი ადამიანი ვიზამდება და დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურშიც იგივე იქნება. მე შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ეს ორი სამსახური ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთგან რეკომენდაციები გაიცემა, მეორეგან სისხლის სამართლის საქმეებია ძირითადად, მაგრამ ორივე სჭირდება საქმის მოძიება, განხილვა, გამოძიება, გარკვევა და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩემი მოსაზრება არის, ეხლა შევუდგეთ მუშაობას და ბატონ გიორგის ვთხოვთ მობრძანდეს ტრიბუნას. მოგესალმებით პატრიოტებულო პარლამენტის წევრებო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მადლობა წარდგენისთვის. ჩემთვის პატივია წარდგე დღეს თქვენს წინაშე როგორც საქართველოს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატი. დასაწყისისთვის მსურს მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს ჩემი კანდიდატურის წარმოდგენისთვის. ამას არაპირად შესაძლებლობად არამედ თითოეული თქვენგანისგან და მთლიანად საზოგადოებისგან ისეთ ნდობა დაგვიქვამ, რომელიც მოითხოვს უდიდეს პასუხისმგებლობას. პატიოსნებასა და საჯარო სამსახურის მიმართ ჩემს უღრტევ ერთგულებას. ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ცოდნე ყავლაშვილს, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია. ჩემი კანდიდატურა ეფუძნება საჯარო სამსახურში თითქმის 20 წლის გამოცდილებას რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე. გიმსახურე უწყებაში, რომელშიც მუშაობენ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები, ვამაყო პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით, პროკურატურის თითოეული თანამშრომლით და ამ ტრიბუნიდანაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. გაგიზიარებთ ჩემს ძირითად სტრატეგიულ ხედვებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელსაც ეკისრება საჯარო რესურსების გამჭვირვალე და კანონიერი გამოყენების ხელშეწყობა. მისი მანდატი არ არის მხოლოდ სახელმწიფო ხარჯებში დარღვევების გამოვლენა. მას როგორც პროაქტიულ ძალას ეკისრება ვალდებულება იმოქმედოს როგორც ქვეყნის ფისკალური დისციპლინის დამცველმა, უზრუნველყოს ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა და საჯარო სექტორში ღირებულებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება. ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც მოქმედებს აღმასრულებელი და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად. ეს თანამდებობა არ არის სიმბოლური და ამ თანამდებობაზე საქმიანობა დემოკრატიული ანგარიშვალდებულების და ფინანსური დისციპლინის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში მე როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ვიღებ ვალდებულებას დავიცვადე კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი. მინდა გამოყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც პრიორიტეტად წარმომიდგენია.
მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, პარლამენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონსტიტუციური პარტნიორია, სადაც აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლს. დღეს თვისობრივად მაღალ დონეზეა აყვანილი პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობა. გულისხმობ აუდიტის სამსახურის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან და მასთან არსებულ აუდიტის ჯგუფთან მჭიდრო კავშირს, რომელიც იხილავს აუდიტის სამსახურის ყველა ცენტრალური დონის დასკვნას. რაც ერთის მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საპარლამენტო ზედამხედველობის და კარგი მმართველობის პრაქტიკის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს აუდიტის რეკომენდაციების აუდიტის ობიექტების მიერ დროულად და ეფექტიან შესრულებაში. ჩემი სურვილია კიდევ უფრო გაძლიერდეს პარლამენტთან თანამშრომლობის ეს პროცესი. მინდა ცალკე გამოვყო სამსახურის ფუნქციონირების მიმართულებები. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის სამსახური ამზადებს მაღალ პროფესიულ დასკვნებს. დღეს ამ სამსახურის მუშაობა და პროგრესი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფასდება მაღალი შეფასებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დასკვნა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე მოხსენებები ის ქმედითი ინსტრუმენტებია, რაც გვაწვდის ინფორმაციას საჯარო უწყებებში ფინანსების მართვის პრაქტიკაში არსებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ. ჩემი სურვილია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტები გახდეს კიდევ უფრო სრულყოფილი და ცხადი. კერძოდ მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე, მუნიციპალურ ფინანსებსა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, სამსახურს აქვს 2023-27 წლების სტრატეგია, რომელიც სრულად პასუხობს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციებისათვის განსაზღვრულ ფუძემდებელ პრინციპებს. შესაბამისად, ამ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულება აუცილებლად გაგრძელდება. ასევე ვფიქრობ, რომ 2025 წლის გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსურ აუდიტს, უწყებათა შორის შესაბამისობის აუდიტს და თემატური შესაბამისობის აუდიტს, არის საკმაოდ ყოვლისმომცველი, დატვირთული და რა თქმა უნდა წლის ბოლომდე უნდა იქნეს შესრულებული. აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის უფრო მეტად გაზრდის უზრუნველსაყოფად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აუდიტორული საქმიანობის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესება. ასევე სამსახურის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების გაძლიერება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მუდმივი უზრუნველყოფა. პატივსრემლო პარლამენტის წევრებო, მინდა ვისაუბრო არა მხოლოდ პასუხისმგებლობაზე, არამედ შესაძლებლობებზეც. ჩემი შეფასებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური არა მხოლოდ ანგარიშებს და დასკვნებს ადგენს ან და გასცემს რეკომენდაციებს, არამედ იგი წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ეხმარება საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების უკეთ მართვაში და საქართველოს პარლამენტს ზედამხედველობის განხორციელებაში. ასევე მჯერა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია საჯარო მმართველობის სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააუმჯობესოს მონაცემთა ანალიზი, ხელოვნური ინტელექტისა და რეალურ დროში მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლოს რისკების პრევენცია და სისტემური სისუსტეების გამოვლენა სწორი დროული და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მოკლედ ის ძირითადი მიმართულებები, რაც მინდოდა სტრატეგიული ხედვის ჭრილში გამეზიარებინა თქვენთვის. მადლობთ მოსმენისთვის და კითხვების შემთხვევაში. მადლობთ ბატონო გიორგი. გადავდივართ შემდეგ პროცედურაზე შეკითხვები. ბატონო ლევან გთხოვ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. პირველ რიგში რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებთ პასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გაცხადებული პოზიცია ჩვენი ხელისუფლების და მით უმეტეს ჩვენი პრემიერ-მინისტრის არის ის, რომ საქართველოს სულ რამდენიმე წელიწადში უნდა მოხდეს ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. ჩვენი ზედა ძალიან მაღალ პოზიციებს ვიკავებთ, ვასწრებთ კანდიდატებს ქვეყნებს, ვასწრებთ ევროკავშირის მოქმედ წევრებს, თუმცა ეს არის გაცხადებული პოზიცია და ამ სამსახურმა ამ ამოცანის შესრულებაში უნდა ითამაშოს ძალიან დიდი როლი და შესაბამისად თქვენი წვლილი უნდა იყოს ძალიან დიდი. ერთ შეკითხვა მექნება უშუალოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით ძალიან კარგად თანამშრომლობდა ეს სამსახური და თქვენ როგორ გესახებათ, როგორ გაგრძელდება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა სახით გესახებათ ეს ყველაფერი. მადლობა. ბატონო გიორგი, თქვენ თუ გნებავთ ჩაენიშნეთ შეკითხვები. აპირდაპირ კი ბატონო გასულ.
როგორც ჩემთვის ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის ძალიან კარგი გამოცდილება. საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, მე ვფიქრობ, ეს არის შესაძლებლობა მიიღო ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც აუდიტორული საქმიანობის სფეროში არსებობს, იმ ტექნოლოგიების შესახებაც, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის გამოიყენოს და ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მე ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია არა მარტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის. ამიტომ ჩემი კანდიდატურის მიმართ ხარდაჭერის შემთხვევაში ვიქნები სრულიად ღია და მოწოდებული საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებით. ბატონო ბეჟან. მოგესალმები ბატონო გიორგი. ნამდვილად დიდი საფასუხისმგებლო თანამდებობა. ეს ძალიან ისეთი სამსახურია, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემი ქვეყნის განვითარებაში. იმიტომ რომ გამჭირვალობა და თითეული თეთრის დახარჯვა სწორი მიმართულებით, ეფექტურად ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი ქვეყანამ, როგორც ჩემი კოლეგებმა გამოსვლაში თქვეს, ძალიან მაღალ დონეზე მიაღწია ამ კუთხით და ეს 12 წელი, რაც 13 წელი გადის, რაც ქართული ოცნების მთავრობა არის სახელმწიფო სათავეში, ძალიან მაღალ დონეზე ავედით და ძალიან მოწინავე რიგებში ვართ იმასთან მხრივ, რასაც ქვია კორუფციის დონე საქართველოში. მაგრამ როგორც დღევანდელი ხელისუფლება და დღევანდელი სტაფი ხელისუფლებისა აქ გადაწყვეტილი და ჩვენ პარლამენტმა რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეს ეს შედეგები და შესანიშნავ სამეურში მაინც უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო, რამე თუ ეს არის მთავარი ქვეყნის მშენებლობაში, რომ პირველი კორუფცია არ უნდა იყოს ქვეყანაში. ამ გზაზე თქვენი უდიდესი გამოცდილება ძალიან წაადგება ამ სამსახურზე, მე დარწმუნებული რომ ეს სამსახური კიდევ უფრო მაღალ დონეზეა თავისი შედეგებით. თუმცა შედეგები მას გასულ-წლებშიდაც არ აკლდა. ეხლა მე ასეთი კითხვა მინდა თქვენ იცით რომ თავრობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, როდესაც ყველა მიღებული გადაწყვეტილებები ამ დეპარტამენტის მიერ იქნება შემოწმებული, ეს არის ეფექტურობის ამაღლების დეპარტამენტი. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ სამსახურთან თქვენი სამსახურის ურთიერთობა? აი როგორი თანამშრომლობ და რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეს ყოველი ამას. მე ვიცი რომ პერსპექტივები აქვს და თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. მადლობა. კოლეგო, რადგან ასე ჩამოყალიბდით რომ კითხვა და პასუხი, მაშინ პასუხი და შემდეგ მოგცემთ კი ბატონო. გთხოვთ. თვითონ ამ სამსახურის დასახელებიდან ეს რომელიც თქვენ ბრძანეთ ჩანს რომ მისი ძირითადი ფუნქცია სისტემაში შემავალი ერთეულების ეფექტურობის შემოწმება იქნება. დაახლოებით ასეთივე ფუნქცია აქვს თუმცა ფინანსებთან მიმართებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც და ჩემი კანდიდატურის ხარდაჭერის შემთხვევაში მე რა თქმა უნდა გამოვთქვამ სრულად ყოფნას, რომ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლობ ამ სამსახურთან და ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებულის და ნაყოფიერიც. ბატონო რიმან, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მე მინდა მომავალ მუშაობაში გისურვოთ წარმატებები, იმიტომ რომ ეს სამსახური როგორც აღნიშნა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის სამსახური, სადაც უნდა მოხდეს საჯარო და სახელმწიფო ფინანსების სწორი და მიზნობრივი ხარჯვა და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ თქვენს ანალიზში და შეფასებაში და თქვენი მიზნები ჩვენთვის გასაგები და კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვო. მე მეკითხება ასეთი შეკითხვა. ადრეულ წლებში იყო ასეთი პერიოდიც, როცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა საჯარო დაწესებულებას არ ამოწმებდა, ან კიდევ უფრო უხეშად ვერ ამოწმებდა. მაინტერესებს ახლა ამის გაკეთება ან არ სურდა, ან არ ქონდა რაღაც განწყობა. თქვენი აზრით არის თუ არა ასეთი საჯარო დაწესებულება ჩვენთან, თუ გაქვთ ინფორმაცია, სადაც არის ჩამონათვალი, რომ ის შემოწმება არ შეიძლება. ან სურვილი არ აქვს აუდიტის სამსახურს, რომ ეს ორგანიზაცია შემოწმოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სფერო და იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელიც შემოწმების უფლებამოსილებაც აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით და კანონით. სამსახურს შემოწმებული აქვს 2022 წელს პროკურატურა შეამოწმა
ჩემი ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტროც, თავდაცვის, რა თქმა უნდა, შემოწმებული ყოლება ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების ცალსახა. ამ კითხვაზე ესე იგი პასუხობთ. როგორც ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშეც ნებისმიერი უწყება, ვისი შემოწმების უფლებამოსილებაც აქვს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იქნება თანასწორი. ყველა შემოწმება ჩატარდება მიუკერძოებლობის და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ბატონო ირაკლი და შემდეგ ბატონო ლადინი. მოგესალმებით, მე კითხვა არ მექნება, უბრალოდ მინდა რომ წარმატებები უსურვო ბატონ გიორგის. მადლობა მინდა გადაუხადო იმ ძალიან ეფექტიანი სამუშაოსთვის, რაც მას გაწეული აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის პერიოდში. თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი მიდგომები ბევრ საკითხთან მიმართებაში არის იმის საწინდარი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კიდევ უფრო სხვა სიმაღლეზე ავა და გააგრძელებს უფრო ეფექტიან საქმიანობას, იგივე პარლამენტთან მიმართებაში, ამ კომუნიკაციის აწყობაში. საკმაოდ დიდი როლი გეკისრებათ თქვენს და იმ თქვენი კანდიდატურის წარდგენა ამ თანამდებობაზე ერთის მხრივ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ აჩვენებს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას თუ რაოდენ დიდ როლს ანიჭებს კორუფციასთან ბრძოლას. ვინაიდან თქვენი გამოცდილების და თქვენი სოდნის ადამიანი აუცილებლად უკეთეს გახდის პროცესებზე დამხედველობას და აუდიტის სახელმწიფო სამსახურს. და დიდი მადლობა ასევე იმ თანამშრომლობისთვის, რასაც წლების განმავლობაში იჩენდით თითოეულ ჩვენთაგანთან მიმართებაში. მადლობა. ბატონო ლადინი გთხოვთ. მადლობა ბატონ თავმჯდომარე. მე პირველ რიგში ბატონ გიორგი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ღირსეული სამსახურისთვის, როცა თქვენ პროკურატურაში ემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და რა თქმა უნდა წარმატებები მინდა გისურვოთ. თქვენ ახსენეთ რეკომენდაციებზე შესრულების მონიტორინგი. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს იქნება მათ შორის პარლამენტთან გაძლიერებული თანამშრომლობა, იმ უწყებებთან, ან სხვა უწყებებთან თანამშრომლობა, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემთ თქვენი სამსახური ამანამდე გასცა, შესრულდეს მაქსიმალურად იმისათვის, რომ მომავალში პრევენციის როლი შეასრულოს და თუ აღმოჩნდა რომ ძიმე დანაშაულებები ასე თქვა უკვე ალბათ იმ უწყებაში რომელშიც მანამდე თქვენ მუშაობდით. აი ეს მექანიზმი რომ უფრო დეტალურად აგვიხსნათ თუ შეიძლება. მადლობა. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების ხარისხის ამაღლებას და კონტროლს, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ რეკომენდაციების ვიცი რომ არის რეკომენდაციები, რომლებიც ვერ სრულდება. ამას აქვს თავისი როგორც სუბიექტური მიზეზები, შეიძლება კონდეს ობიექტური მიზეზებიც. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ უნდა ჩაუღრმავდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მიზეზებს. ობიექტური მიზეზების შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რის გამოც ვერ შესრულდა ეს რეკომენდაციები, ხოლო სუბიექტური მიზეზების შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა სახის მსჯელობა და სხვადასხვა განვითარება მოყვეს ასეთი ფაქტების დადგენას, მათ შორის თანამშრომლობაც სამართალდამცავ ორგანოებთან. ვფიქრობ, აუდიტის ჯგუფთან ძალიან მჭიდრო კავშირი ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგების მოხსენებასთან დაკავშირებით იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ კიდევ უფრო აქტიურად მოხდეს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი და ამას ბუნებრივია შედეგად მოყვება რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდად. მადლობა თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, გისურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში, მომავალ სამსახურში, რომელსაც აგრესია აუდიტის როლი ჩვენი ქვეყნის საჯარო მმართველობის უფრო გაჯანსაღებისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე ფინანსურ ნაწილში. მინდა შევეხო ისეთ საკითხს, როგორც არის ჩვენთვის, როგორც დეპუტატებისთვის, მნიშვნელოვანი და როგორც ინსტიტუციისთვის, პარლამენტისთვის, როგორი უფრო ცალად რომ გითხრათ, როგორი ურთიერთობას აპირებთ საქართველოს პარლამენტთან, როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე თანამშრომლობის ნაწილში, სხვადასხვა ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია
როგორც რეგიონალური მმართველობის კუთხით, მუნიციპალიტეტების ფინანსური გამართულობა და ის პრინციპები, რაც თქვენ ახსენეთ, სამართლიანობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს წინაშე. მადლობა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში აუდიტის ჯგუფის შექმნის შემდეგ მე ვფიქრობ, თვითშობრივად ახალ სიმაღლეზე ავიდა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთობები. გაზრდილია აუდიტის სამსახურის დასკვნების თუ რეკომენდაციის განხილვის მაჩვენებელიც, რასაც დადებითი შედეგები მოყვა. ურთიერთობის გაღრმავების კუთხით მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება რომელთაც სისტემური მიგნებების, რეკომენდაციების შესრულების, ანგარიშების და ბატონ ვლადის კითხვაზე უპასუხებ, რეკომენდაციების შეუსრულებლობის მიზეზების კვლევას და ამ მხრივ ჩვენ ვზავთ რომ ძალიან ღიად და მჭიდროდ ვითანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან. მადლობთ, გადავდივართ დაზუსტებები ხომ არ არის? ასეთი არ არის, ბატონო გიორგი, დაბრძანდით და ეჭის ყველაზე გავაკეთებთ. მადლობთ. ესე იგი, პირველი, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევა წარმოდგენილი გიორგი კაპიტაშვილის კანდიდატურას. ვინ უჭერს მხარს? წინააღმდეგი არ არის. არავინ. კომიტეტს მხარდაჭერა აქვს ბატონო გიორგი. და მეორე საკითხი ტრადიციულად არის ხოლმე ასე. ვინ არის მოხრე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნული საკითხზე კენჭისყრა მოხდეს წარმოდგენილი კანდიდატურის მოსმენისა და განხილვის გარეშე. გთხოვთ. მადლობა, ამით კომიტეტის სხდომა ამოწურულია. ერთს ვიტყოდი, რომ იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ბატონ გიორგის დაამტკიცებს პარლამენტი და წარმატებას უსურვებ და აქვე არ შემიძლია არ თქვა, რომ ბატონ ცოდნეს დიდი მადლობა გაწეული საქმიანობისათვის. ამით კომიტეტის სხდომა დასრულებულია. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.